თურქული ყავა ჩემთვის აფხაზეთთან ასოცირდება, რადგან დევნილობამდე სოხუმში, კაფეში დუღდებოდა ქვიშაზე ყავა. და მეც რა დევნილი ვიქნებოდი, თუ არ შევიძენდი ქვიშის აპარატს და იგივე ქვიშაზე ყავას არ შევთავაზებდი ჩემს სტუმრებს. სხვანაირი გემო აქვს, სხვანაირი სუნი აქვს. ფაქტიურად ყველაფრით აფხაზეთთან ასოცირდება. უშუალოდ ერთ-ერთი მისთვის დამახასიათებელი, რომ კარგი გემო გქონდეს და კარგად მოიხარშოს, არის ხისჯოხი. ჯერა იგივე აპარატით, იგივე ყავას აფხაზეთში აუცილებლად მოვადუღებთ. ბავშვობიდან მიყვარდა ძველი ნივთების შეგროვება და განსაკუთრებით ძალიან დიდ პატივცემდი ერთ-ერთი ნივთი იყო, რომელიც თითქმის 2 საუკუნეს ითვლის. ეს გობი არის, რომელიც მამაჩემის ბებიას მოუტანეს მსითევში. და ეს ნივთი მერგო მე და ჩავთვალე, რომ აფხაზეთიდან წამომეღო და ჩემთან ყოფილიყო. ძალიან ბევრი ნივთი მაქვს, რის შესაძლებლობაც მოგვეცა, რომ გადმოგვეტანა და გადარჩენოდა ომს წამოღებული. და ერთ-ერთი არის ქოთანი, სადაც ჩვენ ოჯახის წევრები და ჩვენი წინაპრები ლობიოს ხარშავდნენ და ბაბუაჩემის გაკეთებული ლობიოს სალესი, მეგრულად ვეძახით სალსას. ნებისმიერი დევნილისთვის ძალიან მწარეა, ძალიან მისია და ჩემთვისაც ანალოგიურად ძალიან ჩემია აფხაზეთი მაშინდელი, როდესაც დატოვება მოგვიწია და აფხაზეთი დღევანდელი, როდესაც მშობლებთან მივდივარ და ვაკითხავ ხოლმე. როგორც ყველა დევნილის ცხოვრებაში იყო ანალოგიური, იყო ჩემი ცხოვრებაც, ძალიან ბევრი სკოლა მაქვს გამოვლილი. ბავშვობაში მაგ ნათქვა, რა ცუდი გააკეთა მამიკომ, რომ ჩვენი სახლი ბორბლებზე არ არითქო. ძალიან რთული იყო, არ იყო მარტივი, მაგრამ ამ ყველაფერმა მასწავლა თავის გადარჩენა და მასწავლა ის ყველაფერი, რაც ვარ დღეს. ერთ მშვენიერ დღეს გავიღვიძე და მხედველობა აღარ მქონდა. მოხდა ისე, რომ უცებ ჩვენთვის პირველადი ხელმისაწვდომი ჯანდაცვა არის ზუგდიდში და წავედი ზუგდიდში, თუმცა ყველა მირჩევდა, რომ აქ არ დავჩენილიყავი. ზუსტად ერთ კვირაში წავედი თბილისში და იქ იყო რაც იყო. კლინიკაში, როგორც კი შევედით, ფაქტიურად დილიდან საღამომდე ვიკეთებდი ანალიზებს, MRI კვლევებს და უკვე საღამოსკენ ვიცოდით პასუხი. ეს იყო თავისწვენი სიმსივნე, რომელიც მხედველობის ნერვს აწვებოდა. ჩვენ 6 წელი ვიბრძოლეთ, ვიმკურნალეთ, რა არ გავაკეთეთ ფაქტიურად. ძალიან ბევრი და რთული გზა გავიარეთ. არავის არ უსურვებ ამ გზის გავლას, თუმცა ჩემი სტიმული და ჩემი რწმენა დამეხმარა ის შედეგით ამედო, რა შედეგიც მაქვს დღეს. პატარა მყავდა 3 წლის და 3 თვის მყავდა უმცროსი შვილი. ფაქტიურად ჩემ მეუღლეს მოუწია 3 ადამიანისთვის მოვლა. არ არის მამაკაცისთვის მარტივი, ძალიან რთული ამ ყველაფერს გავმკლავდე. ჩვენ ერთად ვიბრძოლეთ და მართლა დავდეთ სასწავლის შედეგი, უბრალოდ ეს ყველაფერი იყო ძალიან ბევრ ფინანსებთან. ბევრი რაღაცის გაყიდვა მოგვიწია, ბევრი ბრძოლა მოგვიწია, მაგრამ შედეგად ხირდა. და სწორედ ეს ის პერიოდია, როცა მითხრეს, რომ აჯიკებს იყიდნენ ჩემგან. ერთხელ მყავდა სტუმრები, ჩემი დედამთილის ბიძაშვილები, რომლებსაც თურმე ძალიან მოეწონათ ჩემი აჯიკები და როცა უკან წავიდნენ ჩვენგან, ყველაფერი გავატანეთ, მაგრამ რატომღაც დამავიწყდა აჯიკები ჩაადება საჩუქრად. და რომ წავიდნენ საზღვარგარეთ, შემომთავაზეს, რომ 1 კილოგრამში გადამიხდიდნენ 50 ლარს და ერთი წამით დავფიქრდი, რომ ეს ხო არ არის შანსი, რამაც შეიძლება დამეხმაროს, რომ ოდნავ ფეხი მოვიკრივოთ, ანუ ოდნავ უკეთესობისკენ წავიდეს ჩვენი ცხოვრება. ბედნიერებაა, რომ არის საქმიანობა, რაც ფაქტიურად ჩემი შემოსავლის წყაროა. გარდა იმისა, რომ მე მაქვს ძალიან თანამედროვე და აღჭურვილი საწარმო, არ ვივიწყებ ხოლმე ძველ გემოებს, ტრადიციულ კერძებს. ეხლა ვამზადებ პიტნის აჯიკას და გებჟალიას ანალოგიურად გადავახვევ, როგორც ბებია ახვევდა ხოლმე. ჩემი ძირითად დავიწყე საქმიანობა იყო აფხაზური აჯიკა.
რომელიც კეთდება შებოლილი წიწაკისგან, რომელიც იბოლება აფხაზურ ფაცხაში, შემდეგ ირეცხება ეს წიწაკა, გამოშრება და სპეციალურად განსხვავებული ინგრედიენტები ემატება. თან ვაცოცხლებ გემოს, რომელიც აფხაზეთში მზადდებოდა და თან იმ ტრადიციას არ ვაძლევ დავიწყების უფლებას, რითაც წინაპრები ამზადებდნენ ამ ყველაფერს.